რუსთავის საკრებულო ბიუროს რიგით მე-19 სხდომა გამართა. დეპუტატებმა სულ 9 საკითხზე იმსჯელეს, რომლებიც საკრებულოზე განსახილველად იქნება წარდგენილი. დღევანდელ სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამაც განიხილეს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამისთვის 500.000 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხით რუსთავში რეგისტრირებული ონკოლოგიური და გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანების გეგმიური ქირურგიული ოპერაციები და გამოკვლევები დაფინანსდება. განხილული იქნა 9 საკითხი, მათ შორის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სარეიტინგო ქულა 57.000 ჰქონდა და აქეთ გაიზარდა სარეიტინგო ქულა 70.000-მდე, დაუფინანსდებათ გამოკვლევები, ამბულატორული გამოკვლევები 500 ლარის ფარგლებში. მოქმედი პროგრამით რუსთავში რეგისტრირებული მოქალაქეებს, სოციალურ დაუცველებს და მათ ვისაც მერის წარმომადგენლის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოდან დაწერა აქცია, რომ მოქალაქე იმყოფება მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში, უფინანსდებათ მხოლოდ ონკოლოგიური და კარდიოლოგიური მომსახურებები. ხოლო უკვე ცვლილების შემდეგ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულაც არის 0-დან 70.000-მდე, დაუფინანსდებათ წინასწარი ამბულატორული მომსახურება, ანუ გამოკვლევები 500 ლარის ფარგლებში, არა უმეტეს 500 ლარისა. და ასევე ყველა გეგმიური ქირურგიული ოპერაცია არა უმეტეს 2000 ლარის ფარგლებში დაუფინანსდებათ რუსთავში რეგისტრირებულ მოქალაქეებს.